ვითარება ქართული ოცნებისთვის სახარბიელო არ არის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ. ჩვენ ვართ უმრავლესობა. ჩვენ ვართ უმრავლესობა ინგა. გინდა მოაკლონ, გინდა მიაკლონ, გინდა ციხეში ჩასვან, რაც უნდა გააკეთონ. უმრავლესობა ქართული კულტურის საუკუნოვან, ქართველი ერის საუკუნოვან არჩევანს, რომ ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი, ეს ვართ უმრავლესობა. ეხლა ვიღაცა ზის Excel-ის კომპიუტერთან, Excel-ის ფაილი აქვს გახსნილი და ცდილობს რომ მიუმატოს და მოაკლოს ისე, რომ ეს უმრავლესობა აღარ გამოჩნდეს. ამიტომ მოგვაკლეს 40,000 თუ მეტი, რა თქმა უნდა მეტი, 1,5 მილიონი ჩვენი თანამოქალაქეა უცხოეთში და ყველამ რომ მოინდა მოსთახმა მისცეს და იჭმე ხო არ გეპარებათ, რომ ეროვნული მობილიზაცია რო გამოცხადდეს და ქვეყნის გადარჩენის საკითხი რო დადგეს, რიგები დადგება ნიუ-იორკშიც და ტოკიოში, სადაც არიან ქართველები, ხო? ამიტომ ამისთვის გაკეთდა ეს, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად არის აბსოლუტურად მათი პერსპექტივიდანვე გაუმართლებელი. უფრო გააბრაზებს ხალხს 100,000-ობით ადამიანს, რომელიც ოჯახს უგზავნის ყოველ თველ ფულს 500-600 ევროს, რომ მან იცხოვროს. მოაყოლებს ბრძანებას, რომ არ გაბედოთ, ლურჯი ფერი საერთოდ ამოიღეთ პალიტრიდან, ქართული ოცნების ფერს გულისხმობ.